რეკლამა დასრულდა, ვაგზელებთ საუბარს. და ჩალიჩია რაზე, რომ თვითონ ოფიციალურ ნაწილზე განხილვას კი არ დაესწროს, არამედ ვახშამს დაესწროს. ჩანგალზე მეგობრებო, ეს ხო საგარეო კომიტეტის განცხადება იყო და როგორ მაინტერესებს, მე ამას რო წაიღებენ და 500 კაცი როა წერს ხელს. და იქ რო წერია რომ რაღაც ნატოს გზიდან გადაუხვია სააკაშვილი კიდევ წერია ხო ეს აუცილებელია ჰუმანიტარული მიზნების გამო გაათავისუფლეთ და რაღაცა ბავშვები რომ რაღაცა შეადგენენ და რაღაც სისულელეებს რომ დაწერენ და მე ხელს რომ მოაწერს 500 კაცი საოცრება არის პირდაპირ ეს ანალიზი ძალიან საინტერესო ანალიზია მოდი ერთი აი ამაზე დავილაპარაკოთ საქართველო როგორც დასავლური პოლიტიკური აზრის და ძალის დეკადანსის მაგალითი, დაცემის მაგალითი, საქართველოს ჭრილში დანახული. იმიტომ რომ ყველაზე კარგად ჩვენ რა თქმა უნდა უყურებთ რა ჩაიდინეს რუმინეთში, სოჭეს პოლონეთში ვერ მოახერხეს და პოლონეთში ევროსკეპტიკოსი მოვიდა. ეს იმას ანიშნავს რომ რუსეთუმია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამათ ხო გაიგივებული აქვთ. ორბანს უძახიან რუსეთის მოკავშირეს ორბანმა რომ შესანიშნავი თავყრილობა ჩაატარა პუტინის მოკავშირეების თავყრილობა არისო ეგრეთ თქვეს ჩვენმა ნაცშმედიებმა და ტრამპი ხო მიესალმა მაგას კაცო ეგ საერთოდ არ აღნიშნეს მაგ საკითხს მოდი აი ამაზე ვისაუბრო აი ამ ჭრილში დავინახოთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ომის შემდეგ გამოკრისტალდა ომი იყო როგორც ყოველთვის როგორც უძველესი დროიდან ომი არის გორდიის კვანძის გადაჭრის საუკეთესო საშუალება ომამდე მივიდა დაიმუხტა თუნდაც ამ ევროდებილიზმის დასავლოდებილიზმის გამო და ომმა რაღაცები ნათლად გამოაჩინა ანუ ომი აჩენს ყველა პრობლემას და სწორედ ზოგმა ღირსეულად დაიწყო მოქცევა საქართველოს გულისხმობს ზოგი ჩაიკუკა ჩაისვარა გამოჩნდა მთლიანად ვინ არიან და რანი არიან და საქართველო როგორც დასავლეთის დეკადანსის ლაკმუსის ქაღალდი აი ამაზე ვისაუბროთ შალომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რომელზეც საქართველოში ნაკლებს საუბრობენ მე ხარ როგორც ეკონომისტი რომელიც მართლა დიდი ხანია ეკონომიკით აღარ ვარ ისე აქტიურად ვთქვათ დაინტერესებული მაგრამ პროფესიული რაღაც ინტერესები დამჭა მაგალითად ქართულ აკადემიურ სექციაში არის სერიოზული პრობლემა ანუ ვერ ხვდებიან ანუ რატო გვაქვს ეკონომიკური აღზრდა იმიტომ რომ ანუ როგორც სხვა სფეროებში ანუ აქაც თავსმოხვეული არის ძალიან ისეთი ლიბერალური მიდგომა რომელიც გულისხმობდა რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია მხოლოდ ევროპა ამერიკის ჭრილში და ეგრეთ წოდებული დემოკრატია რომელიც ისინი დემოკრატიას რო ეძახიან ადამიანის უფლებები ლიბერალური და ყველაფერი კი ბატონო მიუხედავად იმისა რომ ანუ ამის დამადასტურებელი ფაქტები როგორც ასე არ მოიპოვება მაგრამ ნუ ეს ხო იცი ჩინეთის ეკონომიკური ზრდა რატო არსებობს შალო აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ამ ხალხმა აღმოაჩინა რომ აი ვერ ხსნიან რატო არის ეკონომიკური ზრდა და მე ხრო ვუყურებ ძალიან მეცნიერება და აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენ ახლა ნელ-ნელა ქართულ საზოგადოებამ სამწუხაროდ ამაზე არსაობა მაგრამ ჩვენ დავიწყოთ უნდა ჩვენ უკვე ხვდებით რომ იცი რა არის სერიოზი საქართველოს განვითარება სხვა გზებითაც შეიძლება რა ანუ აზიაზე ორიენტირებით, აფრიკაზე ორიენტირებით, ეს ბევრი რაღაცები არის, სხვაგან ვაჭრობით, სხვაგან განვითარებით, იმიტომ რომ ანუ შავ ნახე დივერსიფიკაციით, აი კიდე ბევრი, ანუ შეხედე ჩვენ ევროპა, მართლა ძალიან დიდი ხანია, ევროპა შეიძლება ვთქვათ, რომ გვაყენებს შევაწყობებს რა. განსაკუთრებით ეს გიჟების სარტყელი რო არის რა, ანუ აი ხო გახსოვთ. მაგას აყოლილი ყავს. გერმანია ყო და საფრანგეთი. ხო გახსოვთ რა. თუ წააქეზა, კიდე საკითხი. ხო გახსოვთ რა, რამოდენიმე წლის წინ ეს ხალხი რა პერიოდულად ამბობდნენ რაღაც საქართველოს, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაც ისე ვიყავით, რაღაცებს ვერდებოდით. ნუ ეს ომი იყო ის მართლა ის გორდიის კვანძი გახსნა ხა, როდესაც ჩვენ გითხეს რომ აი იომოთო აპატიეთ რა, ანუ ეგ ეხლა გიჟები არ არის. ხო და აი სწორედ და შავა და ამან შეხედე ბევრი რამე გამოაჩინა. პირველ რიგში ანუ გამოჩნდა, რომ ალტერნატივა გვაქვს რა. ანუ ძალიან მარტივად გვაქვს ალტერნატივა ეკონომიკის მხრივ. მეორე გვაქვს ალტერნატივა, რომ ევროპაში კი არ შევიდეთ. ევროპა ავაშენოთ აქ. ანუ ეს არის ძალიან დიდი
ინტელექტუალური პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს რა. მართალია. ჩვენ არ ვცდილობთ ევროპის აშენებას ახლა და აი რა არის, ანუ ევროპა არის ზუსტად ის რეაგირება პრობლემებზე და ამ პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება. და ბოლოს 21 საუკუნის ამ ხანაში ირკვევა რომ კეთილდღეობა არ არის ევროპის ექსკლუზივი რა. ზუსტად მაგას არ არის, არც ამერიკის და არც ევროპის ექსკლუზივი კეთილდღეობა არ არის. შალო, ანუ ზუსტად ადამიანების კეთილდღეობა. ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ გავიგეთ და ჩვენ ეს ამ გამოწვევებს ასე პასუხი. კი ბატონო, ნუკრი, აი ძალიან კარგი რამ თქვა და აი შეკითხვა ლაკმუსის ქაღალდიო რომ ვახსენე. აზერბაიჯანთან მაგალითად ევროპა ეხლა ცდილობს რაღაცნაირად და ამერიკა პირველ რიგში ევროპას უნდა გაუჭირდება დაალაგოს ურთიერთობები, ხო? ჩვენ რუბიოს სიტყვები გავიხსენოთ, რომ ჩვენ მაინდამაინც არ უყურებთ მართლობის ფორმას ამა თუ იმ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა მასთან მოკავშირეობა. რატომ ვერ შედგა ესეთი კონსტრუქციული ლაპარაკი ქართველებთან? რატომ ეგონათ, რომ აი ქართველებს აი ესე წამოაგებდნენ და აქ დაემხობოდა ხელისუფლება კანონიერი დემოკრატიულად არჩეული? საქართველოს 2008 წლის შემდეგ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას არ ჰქონდა გეოპოლიტიკური არჩევანი. მას არ ჰქონდა ეს აღმოჩნდა მიბმული პრინციპში მაგ სტრუქტურებზე და ისინი შეეჩვენენ საქართველოს მსგავს ურთიერთობას, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არჩევანი არ აქვს და რასაც ჩვენ ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს. საქმე ისე რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, არამედ ჩინეთთანაც მიმართებაში და აღმოჩნდა, ანუ ევროპამ მთელი სისუსტეები რაც მას გააჩნდა, წინა პლანზე გამოვიდა. ანუ ნახეთ, სამყაროში სულ სამი სახელმწიფოა, რომელიც არის რესურსულად თვითკმარი, ეკონომიკურად არა, რესურსულად თვითკმარი. ეს არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ბრაზილია. სადაც მოიპოვება ნავთობის, გაზიც. ჩინეთი არ არის, იმიტომ რომ ჩინეთი არ არის. ჩინეთს ჭირდება. წიაღისეული გარედან ჭირდება. ევროპა მით უმეტეს არ არის. ევროპამ ამოწურა გაწყდა თავისი საუკუნეების მანძილზე. ევროპა არ არის ესეთი. ამიტომ სამყარო გახდა უფრო მეტად, აი განსაკუთრებით ამ კრიზისების პერიოდში გახდა უფრო მეტად დამოკიდებული ერთმანეთზე, უფრო მეტად დამოკიდებული ერთმანეთზე და დამოკიდებული რეალურ რესურსებზე. ანუ იყო აქამდე დასავლური რესურსები რა იყო ძირითადად, ხო, იყო რაღაცა სიმბოლური კაპიტალების, შე შემთხვევაში რაღაცა კომპანიების, ჰოლივუდი, აი მთელი ეგ სიმბოლური კულტურული კაპიტალი მას მართლა ძლიერი გააჩნდა სამყაროში, მაგრამ როდესაც აი რაღაც ჭურვების დამზადების საკითხი დადგა, დრო მოვიდა, ხო, იქ აღმოჩნდა რომ თურმე არ აყავთ ადამიანი. გაზგასთან რომ უნდა დადგეს ის. მეორე მხარე უფრო მეც ამზადებს ვიდრე ისინი. ერთად აღებული. ხო, ერთად აღებული. აღმოჩნდა რომ თურმე რკინას, სურსათს, ნავთობს, ურანს, ამ რესურსებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. პლუს ამას, რაც საიდანაც ამ რესურსებს იღებდა ევროპა, გულისხმობ აფრიკას. იქაც დაკარგეს. იქ ჩინელები შევიდნენ, რუსები შევიდნენ, რუსული სამხედრო კომპანიები შევიდნენ, ვაგნერი შევიდა კონკრეტულად. დაკარგეს პრო-ფრანგული ხელისუფლებები დაეცა, ხო? მალი იქნებოდა თუ ნიგერი იქნებოდა თუ სხვადასხვა ესეთი სახელმწიფოები იქნებოდა, დაეცა. და აღმოჩნდა რომ ძალიან მოწყვლადი არის ამ შემთხვევაში, ანუ ნახეთ მარტო რაღაცა ესეთი მარტო ფული აღარ არის მნიშვნელოვანი. ფულის გარდა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი კონკრეტული რესურსი. ეს ვერ გათვალეს. და ეს ვერ გათვალეს. აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ითქვა იგივე ქართველებთან მიმართებაში იაღლიში. ნუ იაღლიში მე მაინც გონია არის აი მართლა ის მომენტი რომ მათი ესე იგი ცივილიზაციური ქედმაღლობა ჩვენ აღმოგვაჩნდა რაღაცნაირი თვითრწმენის რესურსი. მართალია აი ჩამარხული ამ რაღაცა ევრომადიდებლობაში, მაგრამ იქიდან ამოიწვერა ეს თვით დადგინების და თვითრწმენის რესურსი, რაც ქართველებს გვაქვს და შევხედეთ ამ ევროპელებს და რა ვიცი, რატო უნდა მეგონო რომ შენ ხარ ამაღლებული ჩემზე. აი ის ფაქტი რომ ჩვენ ომში არ ჩავერთეთ, ეს ყველაფერი ცხადია ხელისუფლების სიმტკიცის და ერის გონიერების დამსახურებაა, მაგრამ რაც გამსჭვალავდა ამ ორს იყო სწორედ ეს რომ
რავი, რატომ მიყურა? საერთოდ არ მგონია რომ მე მაგალითად გერმანელი ჩემზე აღმატებულია. რატომ უნდა მეგონა უდიდეს პატივს მათ კულტურას, გერმანულ განსაკუთრებით, რავი, ყველა კულტურას, როგორც ასეთი იმას მე პირადად განსაკუთრებით, მაგრამ საერთოდ არ მგონია რომ ის რადგან გერმანელია აპრიორი შენზე მაგარია. ხო და აი ეს რაღაცა ეს ფსევდო რელიგიური ხატება დაინგრა, როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე გაჩნდა, აღმოჩნდა რომ ეს ფსევდორელიგიური ხატება იყო ძალიან ფუხე და მყიფე და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ხალხო, ანუ ეს ხატება რას მალავს, რომ ეს ევროპის კეთილდღეობა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის იმ ექსპლუატაციის და რესურსების გადმოზიდვის შედეგი და ეს ყველაფერი ხდებოდა კოლონიური ქედმაღლობი და ზევიდან ყურების ფონზე. ეხლა უბრალოდ ამან იცვალა ცოტა დავარცხნილი, გაღიმებული და პოლიტკორექტული გახდა, მაგრამ არის ნეოკოლონიური მიდგომა და არ უნდა გაგვიკვირდეს, კაცო, ის ამათი ბაბუები და ბებიები იყვნენ, ვინც მართლა საკენს უყრიდა იმ შავკანიანებს და როგორც ცხოველებს ისე მიიჩნევდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. როცა საქართველოში მაგალითად ქალები იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, სხვაგან ეს არ ხდებოდა ასე და ნუ შავკანიანები როდის გათავისუფლდნენ შავკანიანები, ესეც გავიხსენოთ, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კარგია რომ ესე მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არ აქვს ჩვენ იმათთან რაღაც ქედდასახრელი, არც ცივილიზაციურად, არც კულტურულად და არც ისტორიულად და აი ეს ყველაფერი გავიაზრეთ და ეს გავიაზრეთ. ეს არ გაიაზრეს მათ. ის იმისინ ვერ გაიაზრებენ, იმიტომ რომ ისინი მაინც იმ კოლონიური მონაბერის სიოთი უყურებენ ყველაფერს. კი ბატონო და არა, მარტო ყურებაზე არ არის საქმე, ისინი ეხლაც ეგრე ვიყურებენ. ხო. იმიტომ რომ თითოეული მათგანის ნებისმიერის განცხადება აიღე, გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მაგალითად თქვენთან ნებისმიერი საკითხი და თუნდაც წეგან რეზოლუციაზე რო საუბრობთ, ეხლა ისეთ სისულელებს გვიწერენ შიგნით, რომ მე არ ვიცი, წარმოუდგენელია, ხო? არც კი კითხულობ. საზოგადოება უყურებს, რა ხდება და ისინი გვეუბნებიან საპირისპიროს, თქვა 10 კაცი, 20, 50, 100, რამდენიც გინდა. თუნდაც 500 და გინდა 500-1000. ანუ მე რომელიც ყოველ დღე უყურებ რა ხდება რუსთაველის გამზირზე, მეუბნებიან რომ მასობრივი გამოსვლებია და ხელისუფლება ამათ წინააღმდეგ იყენებს ძალას. ძალას ყოველდღიურად. ნუ წარმოიდგინე და 1000 უბედურება კიდე რებს წერენ და საბოლოო ჯამში ის ვერ გაარკვიეს ჰუმანიტარული მიზანი რა არის, რატო უნდა გაუშვან სააკაშვილი, ეს ჰუმანიტარული მიზანიც ვერ გაურკვევია. ერთი კაცი არ კითხულობს იქ იმაში ევროპარლამენტში, რომ ეს ჰუმანიტარული მიზანი რა არის, ცისფერი მთებია, სუფთა ცისფერი მთებია. ანუ კვდება თუ არ კვდება? ხო რა. ანუ აქ მთავარი რა არის, ისინი დაეყდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რეიგანის პერიოდშიც კი როდესაც საბჭოთა კავშირზე განსაკუთრებულად მუშაობდნენ, მაშინაც დაყრდნობილები იყვნენ NGO-ებს. NGO-ებით მუშაობდნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში. და განსაკუთრებით საქართველოში ის უაზროდ და უმიზნოდ კი არ იყო ის წამოძახილი, რომ ჩვენ 6 მილიარდი გვაქვს და ხარჯული და ასე ამას ყველაფერს თავისი აზრი და შინაარსი ჰქონდა. ანუ ეს NGO-ების იმედად დადგნენ და იციან რომ ესენი წარმოადგენდნენ ძალას. არც ის არ არის რაღაცა მთლად მოგონილი, როდესაც ქართველ ხალხს ეძახიან. ეს შეიძლება ბრჭყალებში ჩვენი NGO-ების დამსახურებაც არის, რომ აჩვენებენ იმათ, რომ ესენი არიან საზოგადო ატყუებენ იმის გამო, რომ ფული იშოვონ და ასე შემდეგ. რაღაცა ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო იმას, რომ ამათმა ვერ დაინახეს რეალური სურათი, ანუ გამოცდილება, რაც გაიარა ქართველმა ადამიანმა, კაცმა და ქალმა, რაც ნახა ამ ხნის განმავლობაში, ისევ ხელმეორედ უნდა გაემეორებინათ. ხო და ორი არჩევანის წინაშე დადგა. არჩევანის წინაშე, ანუ შეთავაზებაც იყო ალტერნატიული მშვიდობის. აქედან ხელისუფლებამ შესთავაზა ალტერნატივა, რომ ჩვენ თუ მოვინდომეთ საზოგადოებავ, ჩვენ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა. აგერ არის ომი და აგერ არის მშვიდობა და რომელიც გენებოთ ის აერჩიეთ. სხვა ხო მართლა არჩევანის წინაშე ვიდექით. ეს არჩევნების მთავარი სლოგანი იყო. არა, სლოგანიც ერთია, მაგრამ რეალური ფაქტობრივად პოლიტიკაც ხო ესეთი იყო, რა რეალ პოლიტიკა იყო ესეთი. ანუ საზოგადოება რომ არ დადგომოდა ხელისუფლებას გვერდში, გარდაუვალ ომში ვიყავთ. საზოგადოებამ აირჩია. მეტწილად მაგან არავის არ ეგონა
იქ ევროპელებს და იქ ამერიკელებს, რომ საზოგადოება ესე მოიქცეოდა ამდაგვარად. ანუ იმუშავა ხელისუფლების, აქ არის თავარი რა არის. ხელისუფლების მოწოდებამ, მათმა საქმემ და თავარი რა არის, რომ ყოველთვის არასოდეს არ უფრთხილდებიან ადამიანების ღირსებას. როდესაც ღირსებას ეხები, ანუ ყველა მათი მოწოდება, მათი განცხადება, ეს არის ღირსების შემლახავი. ღირსებას მილახავ. აი თქვათ არ ვარ გარკვეული მაინდა-მაინც და არ ვიცი რომ ევროზონაში მაგალითად ჩარშან 0.83%-ით გაიზარდა ეკონომიკა 20 ქვეყანაა ევროპი 20 გამოს ხათშო. ხო 0.83%. ჩვენთან აგეთ 9%-ით გაიზარდა და რამის ორნიშნა ციფრები და ასე შემდეგ. რასაც შენ ყოველდღე უყურებ. არ ვიცი. ხედავ რომ ეს არ ვიცი თქვა. შენ იქიდან გეუბნებიან რომ შეურაცხყოფას მაყენებ. რა თქმა უნდა. ახლა ის ხომ მაინც ვიცი რომ აწეღარო ამოწ. ხო ნატოს გზიდან გადაუხვია და ამიტომ რომ დავსაჯოთ. ბიძინა ივანიაშვილი არის განსაკუთრებით მოხსენებული, ამის გამო უნდა დავსაჯოთ როგორ ეპყრობა იქ რაღაცა მასობრივ გამოსვლებზე ხალხს, საზოგადოებას, იქ რაღაც ნატოს და ამას უყურებ ადამიანი და ისმენ და ჩვეულებრივად ხედავ რომ ის ნატოსთან დაკავშირებით ამერიკელებმა დაგვიქნიეს ხელი დიდი ხნის წინ, აქ არავინ არავის არ აცემს, არც მასობრივი გამოსვლებია და გამოსვლები და არ არსებობს არჩევნებს ამას არ ვაღიარებ, იმას არ ხო და რატო დამცინე ხარ შეურაცხყოფა ერთს მატყუებ 2-3 საათს ესე იგი სიმართლეც რო იყოს მე მგელი-მგელისა არ იყოს აღარ დაგიჯერებ უკვე რა და ვერ ხო არა შედეგი და ის აგრეთ წეღარო თქვი ერთი წლის განმავლობაში ევრობარომეტრის შეფასება იყო ზუსტად 17%-ით ჩამოვარდა იმ ხალხის რაოდენობა აუცილებლად გარდაუვალია ციფრი რომლებსაც ეჯერა ევროკავშირის მიზნების ანუ 50% ჩამოწდა ჩვენ ხო ვიცოდით ყველა 80% რო იყო მეტიც რო იყო და რაღაც ასე შემდეგ სადღა არის აღარ არის რამოდენიმე აი რაღაცა 2-3 წელიწადში დაანგრიეს დაანგრიეს არა თვითონ ეხლა დაგვანახეს მართალია ხო თვითონ ქნეს ეს ყველაფერი ჩვენ კი არაფერი არ გვიქნია კი დაგვანახეს თვითონ ჩამოიყვანეს 50% 59%-მდეა ერთი წელიწადიც ახლა აი არჩევნების სამი რეზოლუცია უნდა ჩამოვა ძალიან დაბლა და იმათი ბრალია ასე ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, მათი დამსახურება აქ არავისი რაღაცა განზრახვა მოწოდება ისეთი პირიქით საქართველოს ხელისუფლება დგას და გაიძახის, ანუ ორი მხარე. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი რეიტინგის ხარჯets კი აკავებს ხალხს. დაუპირისპირდა. არ უპირისპირდა, თორე აქ სრული უფლება აქვს. ანუ აი მოდი ესეთი კითხვა დავსვათ რა, ესეთი ლეგიტიმური კითხვა დავსვათ. მოდი დავწონოთ. აგერ არის ორი მხარე, ერთი ნიძახიან რომ ჩვენ ვართ მედასავლეთე დემოკრატები და აგერ არის ხელისუფლება, რომელსაც ამათთან ერთად მთელი დასავლეთი აბრალებს რომ გადაუხვიეთ ამ გზას და რაღაცა სადიხარ რუსეთისკენ მედიხარ და ასე შემდეგ. და ეს ხელისუფლება ამბობს რომ მე აგერ ევროპულ გზას იმ მიმართულებას მივყვები რაც კონსტიტუციაში მიწერია, რაც მაგ გეზი არჩეული და ის რა ქვია ამასობაში გველაპარაკება რომ მე ეს გზა უნდა გავიარო ღირსებით. აქეთა მხარეს როგორც კი ღირსება დაკარგული საზოგადოება გამოჩნდა, საზოგადოებამ ღირსებას დაუჭირა მხარი, ქართველობას დაუჭირა მხარი, რაღაც წინაპრების ხსოვნას დაუჭირა მხარი, მათი საქმის გამგრძელებელი თუ უნდა იყო რომ გაიძახიან რომ ჩვენი წინაპრები რაღაცა თურმე 500 წლის წინაც ევროპისკენ რომ მიირთოდნენ. ვახტანგ გორგასალი რომ ევროპისკენ რომ ბიზანტია ზუსტადაც რომ არ იყო ნატოსკენ რომ მიდიოდნენ, ხო? ისინი ღირსეული ხალხი იყვნენ, კაცო. ბარბაროსული ევროპა. კი ბატონო. საიდან მოვიდნენ? ცივილიზაციის ცენტრი იყო ბიზანტია და არაბეთი, კაცო. არაბეთი ჯერ არ იყო. ფრანკები, ჩინეთი, ხო. ჩინეთი. მე-5 საუკუნეში არ იყვნენ არაბები. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ საინტერესოდ ვისაუბრეთ და ხალხიც მე მგონი დავაინტერესეთ. ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს შევხვდებით.